რასო სენილებო მეგობრებო ვაგრძელებ გუშინი ვიდეოს ჩაწერას გუშინ შემთხვევით გამეთიშა თორემ იქ ცოტა იყო დარჩენილი ვიღაცამ დარეკა და გამეთიშა იქეთ ვიდეო მაშ გავაგრძელოთ მაიკ სალა და ჯიმ დეკოდი ხო და ჯიმ დეკოდი საუბრობს თემაზე სიღრმისეული სახელმწიფოს დასასრული და ის ამბობს რომ წინათ ვიდეო გამეთიშა აი ამ ადგილას როდესაც ის საუბრობდა ოქროს გუმბათზე რომ საჭიროა ოქროს გუმბათი და დედამიწის ბადის ელექტრობადის გამაგრება იმისთვის რომ ნემეზიდამ ძლიერი გავლენა არ მოახდინოს დედამიწის რყევებზე რომ ასე თუ ისე შეავსუბუქოს ნემეზიდის პლანეტა ნემეზიდას ზეგავლენა ხო და ის იმიორეს რომ ჩვენ დედამიწა რყეობთ ყოველი 25,000 წელიწადში ერთხელო მაგრამ იქ კიდევ ცოტა მეტი თქვა და ეს რყევები უფრო გახშირდაო 92 წლიდან იცით რა ამ ვიდეოებს თარგმნის რობოტი ხო და ზოგჯერ შეცდომით თარგმნის და იმის მიუხედავად მე რომ რუსული ვიცი ხანდახან ვერ გებულობ რობოტი ისეთ სიტყვებს ამბობს მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მე ხვდები კონტექსტის მიხედვით რაზეა საუბარი რადგან თემებს ვუსმენ და ის სიტყვები ფრაზები რაც მოყვანილია რასაც ამბობს რობოტი ჩვენ თვითონ ნაცნობია და ამიტომ ბოდიში გიხდით თუ რამე გაუგებრად გითხარით ზოგჯერ მე თვითონაც ვერ ხვდები თუ რას რობოტი რას ამბობს ზოგჯერ არასწორად თარგმნის გვარებს საერთოდ საგნების დასახელებას ან რიცხვებს მაგალითად სამი აი ატლას სულ სხვანაირად წარმოთქვამს ხო მე უბრალოდ ვიცი რაზეა საუბარი კარგით მოდით გავაგრძელოთ ნემეზიდა თავისი სამი დამატებითი პლანეტებით გადის ამ ინტერვალს ამიტომ არის ასეთი შედეგი ამიტომ მირყევა დედამიწა რადგან პირამიდები უკვე არ მუშაობენ იმისთვის რომ დაიცვან დედამიწის ელექტრომაგნიტური ველი ზედმეტი ზეგავლენისაგან მაგალითად ნემეზიდას ზეგავლენისაგან აიღეს და ეს პლანეტა ნემეზიდა ამ ნემეზიდის მიმართულება შეცვალეს ამას აკეთებენ უცხოპლანეტელები მაგათ აქვს ტექნოლოგიები შეუძლიათ კომეტას შეუცვალონ გეზი შეუძლიათ ასტეროიდს შეუცვალონ გეზი შეუძლიათ პლანეტა გადაადგილონ სრული სამებრ მთელი ტექნოლოგია თუ ადრე რამე არსებობდა და ჰქონდათ ეგვიპტურ ცივილიზაციას ეს ყველაფერი არის დამალული შენახული ჩამარხული ეს არის ლემურიელების მემკვიდრეობა ეს ტექნოლოგია და ეს ჰქონდათ ეგვიპტელებს და გობი უდავნო გობი ადრე იყო აყვავებული რეგიონი და ეს ადგილი გაუნადგურებიათ ნეგატიურ უცხოპლანეტარულ ცივილიზაციებს თუ ალბათ ჩხუბის კამათის დროს იარაღი გამოიყენეს რამე ისეთი ჩვენ ძალიან ბევრი ტექნოლოგიები და შესაძლებლობები დავკარგეთო მაგალითად დაბა ინდში ინდი ეს არის ხო დაბა ინდი არის ასეთი დაბა ინდი დალინა ინდ მე დაბა დავარქვი არისო იქ ყოფილა კლდე სადაც ნახეს ტექნოლოგია ჩამარხული ამ კლდეში სადღაც 1,300,000 წლის უკან და ამ ხომალდი ნახეს და ამ ხომალდს ჰქონდა ატომური ძრავა ხო მაიკ სალა ადასტურებს რომ დიახო
არსებობს ბევრი ფარული ტექნოლოგიებიო, რომელიც გააჩნიაო და ინახებაო სმითსონოვსკის ინსტიტუტში ამერიკაში. არის ასეთი ინსტიტუტი, რომელიც ართმევს არქეოლოგებს აღმოჩენილ ტექნოლოგიებს, აღმოჩენილ არტეფაქტებს და მალავს მას თავის ინსტიტუტში. სმითსონოვსკის ინსტიტუტი ატარებს სასარგებლოა რაღაც გამოკვლევებს, მაპატიმე თუ ზუსტად მე ამას ვამბობ, როგორც ითარგმნება, მაგრამ შეიძლება სულ სხვა დასახელება აქვს ამას, ერთი აქ უნდა გავიგო მე ინტერნეტში. და ეს ინსტიტუტიო უმალავსო თავის ამერიკელ ხალხს ყველაფერსო. აგერ მოვძებნი ახლა მე მართალი ყოფილვარ, ის რობოტი თურმე არასწორად თარგმნიდა. ეს ყოფილა სმითსონოვსკი ინსტიტუტ. სმითსონოვის ინსტიტუტი. ხო, სმითსონოვის ინსტიტუტი. ეს ყოფილა მუზეების ჯგუფი, რომლებიც ატარებენ გამოკვლევებს და ყველაზე დიდი სამყაროში ექსპონატების, მუზეუმური ფასეულობების და არტეფაქტების საცავი არის ეს, მდებარეობს ამ ინსტიტუტში. ის იდეს 19 მუზეუმს, ზოოპარკს, 9 სამეცნიერო გამოსაკვლევ ცენტრებს, აგრეთვე 156 მუზეუმს, რომლებიც არიან სმითსონოვის ინსტიტუტის ფილიალები. მათგან 10 მუზეუმი იმყოფება ნაციონალურ ალეაში. აგერა გაჩვენებთ ახლა. აი ესა. და რატომ ეწოდება ამას სმითსონოვის ინსტიტუტი? ინსტიტუტი იყო დაფუძნებული 1856 წელს ინგლისელი ჯეიმს სმითსონის ფინანსებით დახმარებით და ეს იყო მისი სურვილი. და ეს სმითსონოვის ინსტიტუტი განლაგებულია ვაშინგტონში, კოლუმბიის ოკრუგში. ხო და მაიკ სალამ თქვა ამბობს, მინდა შეგახსენოთო ეს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელის და ხამას შორისო. და თეთრი ქუდების და მიწიერი ალიანსი რამდენად აძლევს მათ ამის საშუალებას, ცდილობენ კონტროლი შეინარჩუნონ, მოიპოვონ და შეინარჩუნონ იმ ტუნელებზე, რომლებიც განლაგებულია ისრაელის ქვეშ. რადგან ხამასი თურმე აღებს, ხსნის თავისი ტუნელების სისტემებს. ხო და ამ ხამასის ტუნელების სისტემა, ამ დაჯგუფება ხამასის ტუნელების სისტემა თურმე უერთიანდება დრაკონიელების ტუნელების სისტემას. ხო, ახლა რასაც გეტყვით, არ გაიკვირვოთ, ეს რეალური ამბავია. და ახლა ამ დრაკონიელების დედოფალი არის დაშინებული, რადგან არის კავშირი მის სადაც ეს დრაკონიელები არიან განლაგებული, კვერცხები ამ დედოფლის, ის სივრცეები არის ძალიან დიდი და დაკავშირებულია ხამასის ტუნელებთან უბრალოდ, მთელი ტუნელების სისტემასთან. იქ იცით მიწის ქვეშ რამდენი ის არის ტუნელები ვერ დაითვლით. და ის რაც მოხდაო ირანში, როდესაც ირანს ბომბავდნენო, დაკავშირებულია, შეიძლება იქნესო დაკავშირებული ამათთან. როგორც ჩვენ ვიცითო, ისრაელი უკვე თითქმის ზათარისო და ჩვენ ვახოლდებითო ამ მომენტს. ეს დრაკონიელების ხა რობოტმა გადათარგმნა დრაკულა, მაგრამ დრაკულა არაფერ შუაში არა, ეს არის დრაკონიელების ერთ-ერთი დედოფალი, რომელიც იმყოფება ახლა მიახლოებითო პალესტინის ტერიტორიის მიწისქვეშო, დაკავშირებულია ხამასის ტუნელების სისტემასთან. და ახლა როდესაც ხამასი
ჩაბარდაო ან შეიძლება შეთანხმებას შეუერთნენო ამბობს მაიქსალა ამის შემდეგ ალიანსის ძალებს შეუძლიათ ამ ტუნელებში ჩასვლა და ამ ტუნელებში გასვლა იქ ამ დრაკონიელების დედოფალს დრაკოს დედოფალს ეთერ დედოფალს დედოფლები ბევრი იყო მატრიარქი სუფევდა საერთოდ მატრიარქული სისტემა დრაკონიელებში და ამ დედოფალს აქ დაუყრია კვერცხები და მიწიერი ალიანსი და თეთრი ქუდები აპირებენ ამ დედოფლის განადგურებას, მისი კვერცხების განადგურებას და იმ ტერიტორიის განწყვეტას. ხო და მე არ ვიცი სიამას როგორ ეს ძველი ჩანაწერია. არ ვიცი ეს მოხდა, არ მოხდა, მაგრამ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც მე შემთხვევით წავწყდი ინტერნეტში, შემთხვევით არა, მე უსმენდი გეტყვით ახლავე არხ გამოიხვიძეს ამერიკულ არხს მანამდე. ახლა არ გამოდის ის ძველი ჩანაწერებია. როგორც აგერ კანალ რასკრიტე როგორც ელენა მუსა და იქ ერთ-ერთი სანდრა მოყვა რომ ამ დრაკონიელებს აქვთ სპეციალური იარაღი. ხო და ამიტომ თავს იკავებდნენ რომ მათთან ბრძოლაში არ შესულიყვნენ საერთოდ დედამიწელები რატომ? იმიტომ რომ არ ქონდათ საჭირო იარაღი დედამიწელების და ვინც კოსმოსში ვისაც ქონდათ საიდუმლო კოსმოსური პროგრამები და მათ არ ქონდათ იარაღი რომლის დახმარებით შეეძლოთ ამ დრაკონიელების იარაღის წინააღმდეგ წასვლა. ხო, იქ არ მახსოვს ახლა რაღაც მაპატიეთ ვერ გეტყვით, ხო ვერ გეტყვით, ამიტომ რაღაც ისეთი იარაღი აქვს თქვენ, რაღაცაზე დაფუძნებული, რომელსაც ვერ მოერევია, მაშინ ვერ მოერეოდნენ და ახლა კი რადგან გადაწყვეტეს ამის გაკეთება, ეტყობა ეს ტექნოლოგია მათ მიიღეს უცხო პლანეტელებისგან. დრაკონიელები არ არიან ის უბრალო მტრები, რომლებსაც გამარჯვება შეიძლება. ესენი არიან ძალიან ძლიერი არცებები, ყველაფერად დაცულები სამხედრო მდგომარეობა მათი ყველაზე მაღალ სამხედრო წესრიგი, სამხედრო საქმიანობა ყველაზე მაღალ დონეზე დგას. დრაკონიელები არიან ყველაზე საუკეთესო მებრძოლები მთელ ირმის ნახტომის სექტორში. თუ არა მთელ ირმის ნახტომში და ირმის ნახტომის მიღმა. ირმის ნახტომი ეს არის მლეჩნი პუთი, ხო, ქართულად ითარგმნება ასე, ირმის ნახტომი. ნუ რატო ითარგმნება ირმის ნახტომი, მე არ ვიცი. იმიტომ რომ რუსულად მლეჩნი პუთი. ირმის ხსენება საერთოდ არა იმ წინდებაში. არ ვიცი, ამას ვერ გეტყვით თუ რატო გადმოთარგმნენ ირმის ნახტომად. და დრაკონიელები იქნებიან ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგები. და მე არ ვიცი ამას როგორ მოახერხებენ. ისინი დიდები არიან, ადამიანებზე უფრო დიდები, გიგანტები, უფრო ბოროტები, ბრძოლის დროს. და მათ ისეთი კანი აქვთ, ქერცლოვანი კანი, რომ ამ კანის დაზიანება ძალიან რთულია საერთოდ. კი, ჩვენ გვაქვენო პროგრამები ამბობს ახლა, ხო, ამას ახლა ამბობს ჯინ დეკოდი, დრაკონიელებზე, ამბობს ჯინ დეკოდი. გამეპარა. მაგი სახე არ ჩანს, ხოლო ჩანაწერია, რომ კიო ჩვენ გვაქვენო პროგრამები სუპერ ჯარისკაცებთან დაკავშირებითო. გაგვაჩნიაო პროგრამები სუპერ ჯარისკაცებთან დაკავშირებითო. ხო, მაგრამ წარმოიდგინეთო როგორი ბრძოლა იქნებაო მიწის ქვეშ, ხდებოდეს იქნებაო ეს ყველაფერი. და ეს ბრძოლა ხდებოდეს იქნებაო რთულ პირობებში. დახურულ სივრცეში, წარმოიდგინეთ, არა შეიძლებაო ყველაზე ვარესი ბრძოლები მოხდესო სამხრეთ აფრიკაში, ლივიაში, ლიბიის ქვეშ, ქართულად ლიბია. თუ ლივია, იყოს ლივია, მე სულად ვიტყვი მაინც ეგ არასწორად გადავთარგმნო. ლივიის მიწის ქვეშ
მაიკ სალა ეკითხება, რაც შეეხებაო დრაკო რეპტილიეს, როგორც ვიცითო კი, მათი ფლოტი უკან დაიხიაო მათმა ფლოტმა, რადგან გალაქტიკურმა ფედერაცია გაიმარჯვა მათზე, თითქოს კი არა მასია. კი, დრაკონიელები და რეპტილოიდებმა დაიხიენ უკან და დატოვეს დედამიწა, მაგრამ აქ ამ ტუნელებში, ამ ისრაელის ქვეშ, პალესტინის ქვეშ კიდევ არის დარჩენილი რაღაც რაოდენობა ამ დრაკონიელებისა. დედოფლის სათავე, რომლის სათავეში დგანა მათი დედოფალი. და ჯიმ დეკოდი უმატებს, დიახო, იქ აგრეთვე არის ძალიან ბევრი ჰიბრიდები, დრაკონელების და ადამიანების შენაზავი. იქ ბევრი რამე ხდებაო, ბევრი ფსი უნარებიც არისო, აქვთ დრაკონებს საერთოდ მაღალ დონეზე აქვთ ფსი უნარები განვითარებული. იქ ძალიან ბევრი ფსი ენერგია არისო. კი, ჩვენ სუპერ ჯარისკაცებსაც აქვენო ეს ფსი უნარები, მაგრამ მათ ჯიშ, მათ ცივილიზაციას ეს ფსი უნარები დაბადებიდან მოყვება და ძალიან ძლიერები არიან ამაში. თავისუფლად შეუძლიათ ასე წაიკითხონ ადამიანის. მათი მესამე თვალი ბუკვალურად ხედავს და ძალიან ძლიერია. დრაკონელებს შეუძლიათ ერთი შეხედვით დაგიმორჩილონ ან მოჰკლან. დევიდ აიქს აქვს ამაზე მოყოლილი ერთ-ერთ ვიდეოშიო. ისინი არიან ძალიან ძლიერები და ეს არის ძალიან რთული სიტუაცია იქნებაო. და ჯიმ დეკოდი ამბობს, რომ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი იარაღი, რომ წარმოქმნას კი არ შეგიძლიათო. და ეს ერთ-ერთი მიზეზიაო, თუ რატომ უნდა გრილს ინფორმაციის გახსნა ნადრევად. რადგან სიღრმისეულ მთავრობას ჯერ კიდევ ხომ არის დარჩენილი, ჯერ კიდევ ბრძოლობს სიღრმისეული მთავრობა, არ უნდა წასვლა და ამ სიღრმისეულ მთავრობას აქვს რაღაც კავშირები, კონტაქტები არამიწია ცივილიზაციასთან და გრირი ამიტომ ბრძოლობს იმისთვის, რომ ეს გახსნა მოხდეს, რომ ხალხმა რომ დაასწრონ ამ სიღრმისეულ სახელმწიფოს. სიღრმისეულ სახელმწიფოს რასაკვირველია თავისი გეგმები აქვს, როგორ ჩაშალონ ცვლილებები და არსებობს ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ მატერია დაშალონ. მატერია გადაქმნან მტვერში. მაგალითად პლანეტები, მთელი პლანეტები ყოფილა, აი გერმანელები აკეთებდნენ ამას. მთელ პლანეტებს ანიგილაციას უკეთებდნენ. არის ასეთი იარაღი, რომ დაუმისნო რამე მატერიას, ფიზიკურ მატერიას, ფერფლად იქცევა, მტვერად იქცევა. ფერფლად კი არა, მტვერად იქცევა და გაქრება. და მთელი პლანეტები, აი პენიბრელის აქვს ნათქვამი, რომელიმე პლანეტა თუ არ დაემორჩილებოდა დრაკოს, ისინი აგზავნიდნენ ამ გერმანელებს, ნაცისტებს, კოსმოსურ გერმანელებს და ისინი მათ ძევლად აყავდათ მოსახლეობა, პლანეტას კი ანადგურებდნენ, ანიგილაციას უკეთებდნენ. აკრობდნენ და მობინადრეებს ყიდიდნენ იქ კოსმოსში. ახლა არ ვიცი როგორ მდგომარეობა და იყო მთელი ქარხნები, კონვეიერები, სადაც აწარმოებდნენ კიბორგებს. ვის აქვს მონაყოლი? გონი, პენიბრელის აქვს მონაყოლი. აი, წარმოიდგინეთ, სასაკლაო საქონელი რო შეყავთ ქარხნაში და კიდებენ კონვეიერებზე და დადის კონვეიერი. ასე იყო, ასე კიდებენ ადამიანებს და ჰუმანოიდებს. ხო ეს მე ერთხელ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ახლაც მინდა შეგახსენოთ. იმიტომ კი არა რომ თქვენ დაგაშინოთ, არამედ მადლობა თქვით, რომ თქვენ ასეთ სიტუაციაში არ იმყოფებით. ჩვენ ადამიანები ვჭამთ ერთმანეთს წვრილმანებზე, მზადვართ ერთმანეთი მოვკლათ რაღაც ნათქვამზე. მზადვარ ერთმანეთს ცხოვრება გაუმწაროთ. და იქ ის ხალხი, მობინადრეები და ადამიანები, კონვეიერებზე კიდია, ჰუმანოიდები. წერებიც გააჩნია ხა ვის
ჩაიგდებიან ხელში კრუჩოკებზე დაკიდებული და ასე ავტომატურად მიდის ეს ხაზი, კონვერის ხაზი და აქანე უჭრის რობოტი, ხო, რობოტიზებულია ყველაფერი. ამოაქვს ეპიფიზი. ის ეპიფიზი, სადაცაა ის ნაწილი. არ ვიცი ახლა ზუსტად რა ნაწილს ხმარობენ, არ მახსოვს. პენიბრელის აქვს ნათქვამი და მხოლოდ ეს ნაწილი ჭირდებათ კიბორგებისთვის. დანარჩენი სხეული ხომ რჩება, ხორცი, ძვალი, რაღაც შიგან. ამასაც არ ყრიან, იმიტომ რომ ეს ფულია იქ კოსმოსში და ამ ხორცს აკონსერვებენ. და ეს ხორცი მიდის დრაკონელების საკვებად, მიდიოდა უფრო სწორად. და მათ ძალიან უყვარდათ ადამიანის ხორცი. არ გაგიკვირდეთ, მე ხა თემას გადავუხვევ ერთი წამით, მინდა რაღაც შეგახსენოთ. როდესაც სტალინმა უკრაინაში 30-იან წლებში მოაწყო შიმშილი ხელოვნური, იქ ხალხი ჭამდა თავის შვილებს, რომ გადარჩენილიყვნენ. თუ რა გონიათ, დღეს რომ დედა იფიცებს შვილებს და მშობლები მზად არიან შვილების დასაცავად ყველაფერი გააკეთო. მზათა მეორე სხვა ადამიანები შავი დააყარონ ოღონდ შვილებს თუნდაც სამართლიანი შენიშვნა მიცეს ვინმე. მზად არიან ის ადამიანი მოკლა. ნუ გაგვიჭირდება. არ გაჭირდებს თორემ. თქვენ შვილებს საერთოდ ფსიქიკა ასეთი. ადამიანის შვილებსაც დაივიწყებს. შიმშილი ისეთი მწარე შეგრძნება. არ გამიფრაზეთ მე რომ ამას ვამბობ. მაგრამ ბევრი შემთხვევა ყოფილა. მაგალითად, წეუბა ოქროს პლანეტაში არის ნახსენები პლანეტა ბაკარატინი. ხო, და ეს ბაკარატინელები იქ ცხოვრობდა შავი ხალხი და ყვითელი ხალხი. აზიელები, სულთაჩინელები იქ ცხოვრობდა. ყვითელი ფერის კანი ჰქონდათ და ესენი ბაკარატინი გაცივდა როგორც პლანეტა და ცხოვრება იქ იყო შეუძლებელი, ამიტომ ისინი გადმოფრინდნენ და ნახეს დედამიწა და დაფრინდნენ დედამიწაზე ავსტრალიის რაიონში. და იქ ტაომ უთხრა მიშელ დემარკეს პირველებმა დედამიწაზე დასახლდნენ ისინი ბაკარატინელები და ჩინელების წინაპრებიო. და მან აჩვენა ის პლანეტა არა, კიდევ ერთი პლანეტა აჩვენა, იქაც ბაკრატინზეც ყოფილა ეს სიტუაცია, ატომური ომი. ხო, მერე ბაკრატინელები გონზე მოსულა, შემდეგ წაუყვანია მიშელ დემარკი და აჩვენა სხვა პლანეტას, სადაც ამ ატომური ომის შედეგები ანახა. ხო, და ორივე შემთხვევაში იმ დონემდე მივიდნენ ესენი საკვები, რომ გაანადგურა ატომა ყველაფერი, ატომურმა ბომბურმა. საკვები არ იყო და ერთმანეთის ჭამა დაიწყეს. როდესაც ადამიანის ჭამას დაიწყებს, მერე ის უკვე ადამიანად არ ვარგა. თქვენ მადლობა თქვით, რომ ამის გაკეთება, რომ აქ ასე, თუმცა დედამიწაზე არის ტომები, რომლებიც ჭამენ ადამიანს. არის სპეციალური ტომები, არ მახსოვს სადაა განლაგებული, სადაც ადამიანის არ მარხამი სასაფლაოები არ არსებობს. დაუშვათ ქმარს შეუძლია ცოლი მოკლას იმისთვის, რომ ხორცი შეჭამოს. კი, იქ ცხოველები არის, ყველაფერი არის, მაგრამ რომ ერთ მაგალითად ცოლი თუ მოუკვდება, მგონი მოუკვდა ერთ ცოლი და არ დაუმარხია, სანამ ხორცი არ შეაჭამეს ძვალს. ხო, შვილებსაც ბევრს აჩენენ, იმიტომ რომ ხანდახან ბავშვის თავის საკუთარი შვილის ხორცითაც იკვებონ. კი, არსებობს ასეთი ადგილები და სანამ თქვენ გაიმეტებთ თქვენ ახლობელს ანთესავს გასაწირად, გასანადგურებლად, ან ჯადოს გასაკეთებლად, ან
ცხოვრების გასაწამებლად, კიდევ გაუმწაროთ ცხოვრება რომელიმე ახლობელს და ნათესავს, მაპატიეთ მე ხა გადამოხვიეთ ემას. უბრალოდ მე გეუბნები თქვენ, აი გაიხსენეთ ეს რაც მე ახლა გითხარით. თქვენ რა გონიათ ადამიანთ მონობა არ არსებობს? ან ორგანოებზე საქართველოში ახლა დღევანდელ დღეში იმდენი ისეთი სიტუაცია არა რომ ბავშვებს იტაცებდნენ მასიურად ორგანოების გასაყიდად, მაგრამ სხვა ქვეყნებში, დიდ ქვეყნებში, განუვითარებელ ქვეყნებში ან განვითარების დონეზე მდგარ ქვეყნებში, აი თქვენ მადლობა თქვით, თქვენ კიდევ კარგ პირობებში, ჩვენ ყველანი კიდევ კარგ პირობებში ვცხოვრობთ, რომ ამის გადატანა არ გვიწევს. და ჩვენ წუწუნებთ ყველაფერს. ალბათ ამეთანხმებით, არ გამიბრაზდეთ. მე ამას მიდում კი არ გეუბნები თქვენ რომ შეგაჩინოთ. თქვენ წარმოიდგინეთ ყველაზე საუკეთესო პირობებში ცხოვრობთ. არა, იმ ხრივ, ამ ხრივ, რომ ასეთი სიტუაცია არაა. და პატარა ნაკვეთის გულისა მეზობელი მეზობელს ინტერესებს. დაფიქრდით ამას. ხო და ეს იარაღი, რომელსაც მე თქვენ მოგიყევით ახლა, ფრთხილად უნდა გამოიყენო, რომ პლანეტა არ გაანადგურო, რომ ზარალი არ მიაყენო, რაღაც ზარალი. ეს იარაღი ფრთხილადაა გამოსაყენებელი. ხო და ეს იარაღი ალბათ ამ იარაღის მეშვეობით აპირებენ დრაკონელების განადგურებას. კიდევ შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი დედოფალს აქვს ბუდე გაკეთებული პალესტინის ქვეშ. იქ არის ფართო სივრცეები, სადაც კვერცხები აწყვია. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ხელა ზომის კვერცხები იქნება, თუ დრაკონელები დიდი ზომის არსებები არიან. და ჯინკოდი ამბობს, ჯინდეკოდი, რომ უნდა დაწუნო, სანამ ამ იარაღს გამოიყენებო. მაიქცელა ეკითხება ჯინდეკოც, ესე იგი ის დედოფალი, რომელიც დარჩაო პალესტინის ქვეშ, რომელიც არისო პალესტინის ქვეშ, ეხმარებოდაო ხამას თავის საქმეებშიო. ეს დრაკონელები, რომლებიც ახლა იმალებიან ამ პალესტინის მიწის ქვეშ, ისინი არიანო დაინტერესებული კონფლიქტის გაგრძელებაში. იმისთვის რომ იკვებონ ენერგიებით მეოთხე მეხუთე განზომილებაში. მით უმეტეს მეხუთე. დრაკონელებს ამჟამად სისხლი არ სჭირდებათ არავისი, რადგან ისინი ახლა იკვებებიან ენერგიებით, ნეგატიური ენერგიებით, რომელიც მოდის ჩხუბიდან, კონფლიქტიდან, ომის სულის მომენტში. ეს ენერგიები იქმნება შიმშილის დროს, ეპიდემიების დროს, ქაოსის დროს. ასეთი ენერგიები გამოდის, მაგალითად, ხალხი რომ მიტინგზე იქნება, ესეთი ენერგიები, მაგალითად, საქართველოს ხშირათა მიტინგები, ხალხი ქუჩებში გამოდის, ხალხი ნერვიულობს, ფსიქობს და ასე შემდეგ, ხო? და მე მათ ასხამენ წყალს და პოლიცია ეწინააღმდეგება, პოლიცია ცდილობს დაშალოს მომიტინგე ხალხი, ხო? აი ამ დროს ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია გამოიყოფა. მაგალითად, იმ წელს, როდესაც თვალები დათხარეს ხალხს, დათვის ტყვეები დაუშვინეს. იქ იცით რა ამხელა ნეგატიური ენერგია გამოიყო და თქვენ რა გონიათ, ეს ენერგია ხარში გავრცელდა, განიავდა? არა, ეს ენერგიები ყველა დააფიქსირეს, ჩვენ რომ არ ხედავთ, იმიტომ ადრე ფეხბურთის სტადიონებზე ხომ იყო ტელევიზორები, ან როგორ უწოდებენ მათ, არ დამავიწყდა ტელევიზორს უძახ, მონიტორები. ეს მონიტორები მიქონდათ დრაკონელებს, იმისთვის რომ იქ იმ მონიტორებმა შთანხეს იმ ხალხის ემოციები, იქ რაც ხდებოდა. ხო და ეს მონიტორები შემდეგ მიქონდათ იმ ცივილიზაციას, ვინც იკვებებოდა ამ ენერგიებით.
ამიტომ ვამბობ, ვინც მიტინგზე გამოდის, ის კვებავს აი ნეგატიურ ენერგიას. ეს საკითხები ცოტა სხვაგვარად უნდა მოგვარდეს. სხვაგვარად, უფრო მშვიდი ფორმით. მე მგონი, მე ხა მაპატიეთ, ნუ გამიბრასდებით, მე პოლიტიკოსი არა ვარ. მე უბრალოდ ვცდილობ თქვენამდე მივიტანო ის სიტუაცია, რომ ჩვენი მრისხანებით კვებავთ ნეგატიურ ძალებს, რომლებიც ჯერ კიდე არიან, ბევრი არა, მაგრამ მაინც შემორჩენილი დედამიწაზე, მათ ხომ ჭამა უნდათ. ამიტომ ნუ გამიბრასდებით, მე უბრალოდ მაგალითები მომყავს. მე არაფერი არ მესის პოლიტიკის. არც ვერ ყვები პოლიტიკაში. ვერ ყვები უბრალოდ. მაგრამ მე მხოლოდ ერთი ვიცი. მე მინდა კარგ მომავალში, მე მინდა, ესე იგი, ვიცხოვრო ისე დედამიწაზე, რომლის მომავალი ბევრად განირჩეოდეს იქნება ახლანდელი დღიდან, უკეთესობისკენ. მე შვილები არ მყავს, მაგრამ იმათ, ვინც შვილები ყავთ, განა თქვენ არ გინდათ ასეთ დედამიწაზე იცხოვროთ. არ დაიხალეთ ნერვიულობისგან, პრობლემებისგან. მე დავიხალე. ამიტომ რომ წერ ამ ვიდეოებს. მე რა მიშლის ხო სამამყოფი ადამიანი ვარ. ფიზიკურად მე ვერ ვიმუშავებ. მაგრამ ვცდილობ სულიერად მაინც ვიკვებო. ხან ამას წერ, ხან ბლაბაცკაიას თარგმნი, ხან ქსულ, ხან რაღაცას ახლა კატარაქტის ოპერაციის შემდეგ შემიძლია რაღაც წავიკითხო სხვილი ასოებით. და მე რომ ხელები ჩამოუშვა. ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდება ამით? სიგურული არა. პირიქით. მე ჩემი პოზიტივით, მე ჩემ სულიერ მდგომარეობას ვიძლიერებ და აგრეთვე ვავრცელებ ამ პოზიტივს. ხალხს ვეუბნები ყოველთვის, როდესაც რამეს იტყვიან ისეთ, ხო, არის იყო მიჩულები ვიყავით, მე ვიყავ იმას მიჩული, რაც მოგადგებოდა იმას იტყოდი. მაგრამ ახლა ვაკვირდები სიტყვას, რომ არ დავიწყებოთ ჩემი თავი. ამიტომ გეტყვით თქვენს გაიღიმეთ. რომ დაწვებით, სამყაროს უთხარით მადლობა. დატოვეთ იმ დღეს დაუტოვეთ თქვენი ნეგატიური მხარე. დაიძინეთ პოზიტიური ენერგიით, პოზიტივით, დილა გაიხვიძეთ პოზიტივით, დილას გაიხვიძეთ პოზიტივით, სამყაროს მიესალმეთ. როდესაც წვიმა, ძლიერი წვიმა არა, ცოტა წვიმს, დადექით ამ წვიმის ქვეშ. რადგან წვიმა ადამიანს ამიწევს. თავზე კი არ დაიხუროთ, ის თავი შეუშვირეთ, თუ ძლიერი წვიმა არ არის საკურველია. თუ თქვენ საკუთარ სახლში ცხოვრობთ და მიწა არა და ცემენტი დაფარული, ერთი წამით ყოველ დილას გაიარეთ ფეხში შველა. რომ ჩვენი ელექტრონული ველი შეეხოს დედამიწის ელექტრონულ ველს და მოხდეს დედამიწის ენერგიის გადმოცემა. მართლა ახლა დედამიწა არ იძლევა იმდენ ენერგიას იძლეოდა, რადგან ახმავლობის პერიოდშია და ენერგიები მას სჭირდება. თურმე ერთ-ერთი კონდაქტორმა თქვა, მას გავაგრძელოთ. და რატო არ აწყობ დრაკონიელებს კონფლიქტის შეწყვეტა? ისინი იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიებით, მათ რო არ მიიღონ ეს საკვები, დასუსტებიან. და ახლა, როდესაც უნდა შეწყდეს ეს კონფლიქტი, მათთვის ეს უდრის სიკვდილს. რატომ? ეს იგივეა ნარკომანმა უცებ რომ მიატოვოს ნარკოტიკების მიღება. ეს მათ მოკლავს. ამიტომ მათ არ აწყობს კონფლიქტის შეწყვეტა. ბევრი ომები უკვე დამთავრდა. და ხამას და ისრაელის შორის კონფლიქტი დასრულდა.
ხო და მაიკ სალა ეუბნება ჯინს, ესე იგი ისინი манипуლირებას უკეთებდნენ ორივე მხარეს, რომ ორივესგან მიეღოთო ენერგია. თა ხერმონის ქვეშ, რომელიც არისო განლაგებული იერუსალიმთან, განლაგებულია უზარმაზარი ტუნელები, ხო ის თა ხერმონიაო, რომელზეცო დაეშვნენო დაცმული ანგელოზები. ნეფილიმებზე მე რო თქვენ გიყვებით, ხო, მაგ ვიდეოსაც გადავიღებ, მაგრამ ახლა ისეთი საინტერესო თემებია, მაგის გაგრძელებას მე ვიზამ. მე ესა ავტორთავ და ეს ის ხერმონიაო, სადაც ეს ანგელოზები დაეშვნენო, დაცმული ანგელოზები. და ამ ტუნელებში არის განლაგებული ძალიან თანამედროვე განვითარებული ტექნოლოგიები. წარმოიდგინეთ გიგანტური ბუდე, როგორც აი ტერმიტების გიგანტური ბუდე. და ამ დრაკონიელებს აქვთ იქ თავიანთი ტექნოლოგიები. ხო, უდასტურებს ჯინი დეკოდი და არის დედოფალი, რომელიც იმყოფებაო დიდ კამერაში, უზარმაზარ კამერაში. თა ხერმონის ქვეშ, რომელიც არის იერუსალიმთან, ეს არის ერთ-ერთი ამ კამერებისაგან. მაიკ სალა ამბობს, რომ მე მგონიაო ეს ტერიტორია დღეს ეკუთვნისო ისრაელს. რადგან მაგათმა, როგორც მე ვიციო, სირიელებისგან დაითრიესო რაღაც ტერიტორიები. ხო და ამ სირიული ტერიტორიების მაპატიეთ ასეთი ჟარგონს რო ხმარო, მე სხვანაირად ვერ ვიხმარ, ყველა ცდილობს ტერიტორიები დაითრიოს. ეს ომები იმიტომ ტარდება, რომ ტერიტორიებთან ერთად რაღაც ტექნოლოგიების ჩაიგდონ ხელში და ასე შემდეგ. და ამ სირიას რომ ეკუთვნოდა იმ ტერიტორიების ხელში ჩაგდების შემდეგ მაგათმა ჩაიგდნენ ტუნელები, რომლებიც გადიოდა ამ სირიული ტერიტორიის ქვეშ. იქ თან იყო თურმე ტექნოლოგიები დამალული და ეს ტექნოლოგიებიც ჩაუვარდათ ხელში ისრაელებს. და ამ ტექნოლოგიებს ადრე აკონტროლებდნენ სირიელები. და მგონიო ეს ნაწილი ამ ტექნოლოგიებიდან მაგათმა გადასცენო არ ვიცი რუსეთს, არ ვიცი ჩინეთსო. ხო და ჯინ დეკოდი აგრძელებს ახლა საუბარს და ის ამბობს, თქვენ უნდა გესმოდეთო, რომ ეს ნიტანია ხო და ის დიდრებიო, რომლებიც ხელს ითმობენო ამ კონფლიქტზე, იძულებული არიანო თავის როლის შეასრულონო. საერთოდ როგორ ხდება ინფორმაციის გაცემაო? ჯერ დადებენო ფეიკურ ინფორმაციას. ხო, 1-2-3 დღე იქნებაო ეს ინტერნეტში, შემდეგ გააქრობენო. აი მაგალითად ტრამპმა რაც გააკეთა ლოგინებთან, სამედიცინო ლოგინებთან დაკავშირებით. მან დადო პოსტი, რომ არის სამედიცინო ლოგინები. 3 დღის შემდეგ ეს პოსტი წაშალა. ანუ ხალხს ამზადებენ ნელ-ნელა, ჯერ ხალხს გონიათ, რომ ეს ჭორებია, ვითომ ჭორების სახით ხალხამდე მოდის ეს ამბავი. ისე კი რა მე ხა თქვენ რაც მესმის იმას გეუბნებით გითარგმნით. არა, ისინი ფრთხილობენ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველანი ჭურში ვიჯექით და რასაკვირველია დავიჯერეთ იმ ტყულში ცხოვრობდით და იმ ტყულში ვიზრდებოდით, იმ ტყულში იბადებოდა ჩვენი შვილები და ძალიან რთულია, რასაკვირველია დაიჯერო სიმართლე. მაიკ სალა ეკითხება ჯინდეკოთ, მე გავიგეო, სვენიაო, რომ უცხოპლანეტარული სააგენტოებიო ეხმარებიონ მიტიერ ალიანს ამ საიდუმლო ომში სიღრმისეული მთავრობის წინააღმდეგ, აგრეთვე დრაკონიელების წინააღმდეგ და სხვა ნეგატიური უცხოპლანეტელების წინააღმდეგ. რა იციო შენ? ამის შესახებ ეკითხება ჯინს. ჯინკე დეკოდი პასუხობს, მეხუთე კოლონა თვით დრაკონიელების შიგ გაიგეს ამ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები დრაკონიელებმა გაიგეს, რომ ხელოვნურმა ინტელექტამ ისინი გაყიდა. უღალატა მათ. დრაკონიელები საერთოდ ტექნოგენური ცივილიზაცია კი
ფსი უნარებით განვითარებული, გაძლიერებული, ძლიერი, ყველა მხრიდან ძლიერები, მაგრამ ისინი იყენებდნენ აგრეთვე ტექნოლოგიებს, შავი ჟიჟას, ნანო პატარა ნანო ნაწილაკებს იყენებდნენ, ჩიპებს იყენებდნენ, რომ უფრო მეტად გაძლიერებულიყვნენ. და ამ მხრივ ხელოვნურმა ინტელექტამ მათ უღალატა. კი არიანო რუხი, უცხოპლანეტელები და პლადინელები, რომლებიც ეხმარებიანო. ხო, რომლებიც და სხვა წარმომადგენლებიც ცივილიზაციებისა, უცხოპლანეტარული ცივილიზაციებისა, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს. აგრეთვე არიან ისეთი დრაკონელების ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანების ხარის არიან, რადგან იციან თუ თვითონ არიან დრაკონელები და იციან თუ დრაკონელები როგორები არიან და რაც წარმოადგენენ. ხო, დრაკონელების ერთი ნაწილი ადამიანების ხარისაა. მაგრამ არიან ნეგატიური დრაკონელები, რომლებიც წინააღმდეგ მიდის ახლა ბრძოლები და განწმენდები. მათი გაწმენდა ხდება. იცით რა, ახლა ჯინდეკოდმა რაღაცები ჩამოთვალა მოყვა, მაგრამ ძალიან რთულია ეს გადასათარგმნა. რაღაც მე შევეცდები ახლა უბრალო სიტყვებით გითხრათ. კოსმოსში ისე ყველაფერი განვითარებული, ეს კი იცით, ხდება გენეტიკური გამოკვლევები, გენეტიკური ექსპერიმენტები, რაღაც უნარების გასაძლიერებლად, ჯარისკაცების გასაძლიერებლად, როგორც ჟან-კლოდ ვან დანის ფილმია ერთი სუპერ ჯარისკაცებზე. ხო, აი ამ დაგვარად და მე არ მახსოვს იმ ფილმის დასახელება. და ორივე მხარე, ნეგატიური მხარეს და მათი, ესე იგი, ადამიანების მხარეს, ვინც არის ისინით, აძლიერებდნენ ყოველთვის უნარეს, უძლიერებდნენ, ესე იგი, ქმნიდნენ ძლიერ ჯარისკაცებს, მათაც ასმევდნენ შავ ჟიჟას, მაგალითად პენი ბრედლის აიძულებდნენ ჟიჟა დაელია, ის ოფიცერთა კლასს ეკუთვნოდა და შემდეგ სექსუალურ ორგიაში მიიღო მონაწილეობა. ხო, ნუ იქ იმიტომ კი არა ეგენი გარყვნილები არიან, იქ რაღაც რიტუალს ეხება ეს სექსუალური ორგია, რაღაც რიტუალს. ხო, ამას ახლა მე თქვენ ვერ აგიხსნით, ეს თვითონ პენი ბრედლი ყვება ამას კარგად. თან მერიდება ამ თემაზე საუბარი და საერთოდ ამიტომ წააგეს დრაკონელებმა და სხვა ნეგატიურმა მხარეებმა, რომ შეძლეს მათი ხელოვნური ინტელექტის სისტემის გატეხვა. კი იცით, კოსმოსში რაც კი ხომალდები დაფრენავენ, არის ზოგი ხო, ზოგი კი არა, ხომალდებს უერთებენ ფრინავებს, შტურმანებს უყენიათ ჩიპები და საერთო ესე იგი, ამ ჩიპების დახმარებით ის უერთდება ხომალდსაც გააჩნია ცნობიერება, რადგან ნახევრად ცოცხალია ეს ხომალდი, ზოგჯერ ზრდიან, ზრდიან ხომალდეს, როგორც უკვე იზრდება ისე. ორგანული ხომალდებიც არსებობს. ან ნახევრად ორგანული, ნახევრად მექანიკური. და მაგალითად პენი ბრედლის მაგალითზე გეტყვით, რომ პენი ბრედლის ჩიპები ერთი შუბზე ქონდა, მეორე უკან ყეფაზე და ამ ჩიპების მეშვეობით ის იყო შეერთებული ხომალდის ხელოვნურ ინტელექტთან და ხანდახან ხომალდი წყვეტდა გაეჩიშა პენი ბრედლი თუ არა. მაგალითად, როდესაც პენი ბრედლი შტურმანად მუშაობდა ჩამოქვეითების შემდეგ, ხო გადაყავდათ გერმანელებს პენი ბრედლი მიყავდა ხომალდი, რომლითაც გადაყავდათ ტყვეები. და ამ ტყვეების
ფიქრები ესმოდა პენის. ხო და კინაღამ ჭკუაძე შეიშალა და ხომალდის ხელოვნურმა ინტელექტა გაუთიშა ეს უნარები დროებით. თად ვერ გათიშავდა, რადგან ხელს შეუშლიდა ფრენაში. თორე დროებით გაუთიშა ეს სმენა და რაღაც პერიოდი პენის არაფერი ესმოდა მათი აზრები, მათი საუბარი, მენტალური საუბარი, ტელეპათიური საუბარი არ ესმოდა. და მისცა საშუალება პენის თუ დამშვიდებულიყო. ასე მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი. თუ ჩიპები გაგაჩნია, თუ ჩიპებს დაგიყენებენ, ამიტომ რატომ არ მეწინააღმდეგი ჩიპის ადამიანებზე ჩიპების ჩანერგვისა. ჩვენ მიქცევით თითქმის კიბორგებად, რასაც უნდათ იმას გვიზამენ. ადვილად გაგვაკონტროლებენ, რასაკვირველია. ახლა გვაკონტროლებენ, მაგრამ მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ. ჩინეთში ახლა დაინერგა ეს ან შუბზე, ან უფრო მარჯვენა ხელზე. ინერგავენ ჩიპებს და ხდება ხელით გადახდა. ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ამიტომ ხალხო ამაზე ნუ დათანხმდებით შეძლებით გვარად. ჯერ საქართველოში ამის საშიშროება არა, მაგრამ მე გამომაცლევინეს ჩემი საპენსიო ბარათი, რადგან ახალი გაკეთებული მქონდა, მაგრამ რადგან ჩიპიანი უნდოდათ რომ ამეხო, თან ჩემს 2007 წლის 2027 წლის ჩათვლით. ბოლომდე მქონდა დრო. არა, ყველას შეუცვალეს, ვისაც არ ქონდა ჩიპიანი სოციალური ბარათები. მე მაგათაც სულ არ ამის მომხრე. და ამას დამატებით სკალარული იარაღის დახმარებით, რომელიც მოქმედებს სამყაროს მეორე ბოლოში, ისეთი ძლიერია, აქედან სამყაროს მეორე ბოლომდე ჩდება. ამ იარაღის წინააღმდეგ რაღაც უნდა მოხერხდესო, რადგან ეს სამყაროს ბალანს არღვევსო. და ამიტომ აქ უფრო გამოყოფილი ცივილიზაციას, როდესაც ახსენებენ ადამიანურ გამოყოფილ ცივილიზაციას, ადამიანებისგან გამოყოფილ ცივილიზაციას, აქ იგულისხმება გერმანელები. და მათ ხელს უშლიან, მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ განვითარდნენ, რადგან ისინი წარმოადგენენ საშიშროებას ყველასთვის. როგორც თქვი, მე ხშირად ვახსენებ ამას, გერმანელებს უთხრეს, რომ 2 წელს ხურბლის შიგ დაბრუნებულიყვნენ. ეს კიდევ შეგახსენეთ, რომ ეს 2 წელს ხურბელი განლაგებულია ჩვენი მზის სისტემის გარშემო, ამ 2 წელს ხურბელის შიგ შედის მთელი ჩვენი სისტემა და გერმანელებს დრო მისცენ, პენი ბრელიცაც აქვს ნათქვამი, არის იქენი დაბრუნდნენ 2 წელს ხურბელის შიგ თუ არ დაბრუნდნენ, ამას მე ვერ გეტყვით. დრაკონიელების წარმომადგენლები კოსმოსში უფრო მეტია ვიდრე დედამიწაზე. მაიკ სალა ეკითხება ჯინ დეკოთ. თქვენ წინშიო თქვენო მოიხსენიეთო 152,000 სტარტლინგი, რომლის გაშვებას აპირებსო მასკი. რა ხდებაო? თქვენ ხომ არ იცით რა პროგრამას მისდევსო ილონ მასკი? ხო, ესე იგი, უნდა შეიქმნესო ახალი სისტემა, პასუხობს ჯინ დეკოდი, რომელშიც არ იქნებაო 10, 5-ჯერ, 10, 4-ჯერ, 3-ჯერ, იქნებაო ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნებაო კვანტურ სისტემაზე, კვანტურ ინტერნეტზე. ხო, და კავშირი შეუფერხებლად იმუშავებსო, ადამიანები შეძლებენო ნებისმიერ მანძილზე დაკავშირებას უპრობლემოთო ამ კვანტური
ინტერნეტის მეშვეობით მაგას კიდევ რაღაც სხვანაირად უწოდებენ. ვერ წამოვთქვა ამ სიტყვას. კვანტური არეულობა. არეულობა არა. კვანტური ერთი წუთით ახლა ინტერნეტში მოვიდებნე კვანტური გაჭედვა. კვანტовая запутанность მე გადამითარგმნე ინტერნეტმა როგორც კვანტური გაჭედვა. კვანტური ჩახლართობა. ჩახლართურობა. გიმტეკოდე აბობს რომ ახლა ჩვენ რომ ინტერნეტს ვიყენებთ კი ზოგი მობილურ ინტერნეტს იყენებს ზოგ ადამიანებს სახლში აქვთ სპეციალური ხელსაწყოები რომ Wi-Fi ჩართონ დამავიწყდა რა ქვია მაგ ხელსაწყოებს როუტერები თუ რა ქვია ხო და ამ როუტერების დახმარებით შეუძლიათ ჩვენი გაკონტროლება მაგალითად ჩვენ სახლშიც კი შემოიხედავენ თუ დაჭირდათ ნებისმიერ წერტილში შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მოძებნა ამ ჩვენი ინტერნეტ დენის საშუალებებით და ეს კვანტური ინტერნეტი ცოტა სხვანაირად იმუშავებს და საერთოდ მომავალში თუ უფასო დენი იქნა არ დაჭირდება არც ელექტრო გაყვანილობა ხაზები სტოლბები რომ დგანა არ დაჭირდება არც მაგალითად ტროტუარები იმიტომ რომ მომავალში მანქნები მიწაზე კი არ გადაადგილდებოდნენ იქნება არამედ მაგნიტური ბალიშების მეშვეობით დაფინავდნენ იქნება ანტიგრავიტაციული ძრავები სხვათა შორის ეს ანტიგრავიტაციული პლატფორმები იყო ადრე მაგრამ მე გაქრა სადღაც მე თქვენ მოგიძებნით არის ვიდეოები ინტერნეტში სადაც უჩვენებენ განვითარებულ ტექნოლოგიებს სადაც ამას ყველაფერს გააქრობდნენ ბევრი საინტერესო თემაა მაგრამ მე ტელეფონი არ მაქვს იმის საშუალებას რომ ხარისხიანი ვიდეო გადავიღო ჩამარხულ ქალაქებთან დაკავშირებით ჩაძირულ ქალაქებთან დაკავშირებით ან ცარიელ ქალაქებთან დაკავშირებით თუ რატო იყო მე-19 საუკუნეში ცარიელი ქალაქები რა მოხდა ხო ეგ ყველაფერი ტელეფონით რომ გადავიღო ტელეფონიდან უხარისხო გამოდის მაგრამ მე თქვენ ვიდეოების დასახელებას ანუ არხების დასახელებას მოგაწოდეთ იქ არა აუცილებელი ენა იცოდე იქ ისედაც გასაკვირია იქ ნახავთ თვითონ იმდენი ფოტოებია რომ თქვენით მიხვდებით იცით რა ძალიან რთულია ვიდეოს გადათარგმნა თან როდესაც ლაპარაკობენ ტექნოლოგიების განვითარებაზე როდესაც თარგმნის რობოტი ან ხელოვნური ინტელექტი ძალიან რთულია ამიტომ ბოდიშკი ხთით თუ რამე გაუგებრობები რამე თქვი გაუგებრათ უფრო სწორად კარგით მოდით ამით დავამთავროთ მადლობა ყურადღებისთვის ხო არამე იმას უყურებ დროს გრძელი ვიდეო არაა დროებით